ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მართვის კომიტეტის მიათეს ხდომა გაიმართა, სადაც შეაჯამეს გასული წლის საქმიანობის შედეგები და განიხილეს 2026 წლის მთავარი აქცენტები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. SEB-მა ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პირველი ვერსია 2016 წელს დაამტკიცა, 2023 წელს კი დაგროვილი გამოცდილებისა და გამოწვევების ფონზე განახლებული ვერსიაც მიიღო. რა პროექტები განხორციელდა ამ დრომდე, რამდენად არის შეცვლილი საერთო სურათი ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ქვეყანაში და როგორია მიმდინარე წლის გეგმები მიღწეულ შედეგებზე, სიახლეებსა და 2026 სამოქმედო გეგმაზე ვრცლად თინათინ გუჯაბიძესთან ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტთან ვაგრძელებთ საუბარს. თინათინ მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. და მოდით დავიწყოთ გასული წლის შეჯამებით 2025 წელს თუ რა აქტივობები განხორციელდა საკმაოდ ბევრი პროექტი განახორციელეთ გასული წლის განმავლობაში გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები გასულ წელს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. 2025 წელი მართლაც გამორჩეულად მნიშვნელოვანი და აქტიური იყო ფინანსური განათლების აქტივობების მიმართულებით სტრატეგიის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, როგორც უკვე აღნიშნეთ. მთავარი აქცენტი გასული წლის იყო რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელება. სწორედ ამიტომაც ჩვენი აქტივობები გამოერჩეოდა რეგიონის მოსახლეობაზე. აქცენტით ამ მხრივ გქონდა სიახლეები, ახალი სეგმენტები, გქონდა ახალი პროექტები, ახალი ინიციატივები და გამორჩეული იყო ასევე საგანმანათლებლო მასალების, რესურსების შემუშავების კუთხითაც. მაგალითისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც გასულ წელს განხორციელდა რეგიონების მიმართულებით, ეს იყო ფინედუს ტრენერი რეგიონში, სადაც ეროვნულმა ბანკმა გადავამზადეთ ტრენერები, ხოლო მათ უკვე თავიანთ ადგილობრივ თემში საქართველოს რამდენიმე ქალაქსა და სოფელში, ძირითადად ეს იყო საზღვრისპირა რეგიონები, ასევე მაღალმთიანი სოფლები, გადაამზადეს უკვე იქაური მოსახლეობას, დასრული მოსახლეობა, ქალები, ასევე ბავშვებიც ფინანსური განათლების საკითხებზე. გარდა ამისა, გამოუშვით ძალიან ბევრი ახალი მასალა, სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის შესაბამისი, ბავშვებისთვის ფინანსური განათლების თამაშები და სამაგიდო აქტივობები და ყველა ეს მასალა კიდევ ჩვენი ერთ-ერთი პროექტის, რომელიც რეგიონებზე იყო, ესე ვთქვათ, მიმართული რეგიონების პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ეს იყო ფინედუს კუთხეს სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაც საქართველოს რეგიონების რამდენიმე ქალაქისა და სოფლის სკოლის ბიბლიოთეკაში, კერძოდ კი 21 სკოლაში, განთავსდა ფინედუს რესურსების კუთხე და ეს რესურსები კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ სკოლებს გადაეცათ, თუმცა ეს პროექტი აქ არ დასრულებულა, შემდეგ სკოლები, ესე ვთქვათ, იღებდნენ ვალდებულებას, რომ ამ რესურსებისა და ფინედუს საგანმანათლებლო მასალების გამოყენებით უკვე ჩაერთოთ სკოლის მოსწავლეები ამ პროექტში, შესაბამისად კიდევ უფრო მეტ მოსწავლეზე გავრცელდა ჩვენი საგანმანათლებლო რესურსები. გარდა ამისა, განვაგრძობდით უკვე არსებულ პარტნიორებთან მუშაობას, არსებულ სეგმენტებზე მუშაობას. ესეთი არის მასწავლებლები, რომლისთვისაც გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგები, რადგან მოგეხსენებათ, ფინანსური განათლება ინტეგრირებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ანუ არის ფორმალური სწავლების ნაწილი, ასევე არაფორმალური სწავლების ნაწილი. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობდით მასწავლებლების გადამზადებას და შარშან დავაანონსეთ ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო მასწავლებლებისთვის, რომელიც ეხლა მიმდინარეობს და მასწავლებლებს შეუძლიათ მთელი სასწავლო წლის, ანუ 25-26 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაატარონ სკოლაში ფინანსური განათლების აქტივობები, გამოიყენონ ჩვენი რესურსები, თვითონ შექმნან რესურსები, შემდეგ აქ ყველაფერს თავი მოუყარონ და უკვე მაისი-ივნისის პერიოდში მოხდება ჩვენთან ამის გამოგზავნა და შემდეგ ჟიურის მიერ შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა. კი ბატონო, მიდგომა თქვენი მხრიდან არის ძალიან კომპლექსური, როგორც ხედავთ, არაერთ რგოლს მოიცავთ, ერთგვარი ღირებულებათა ჯაჭვი იქმნება, ხომ ასეა. მინდა გკითხოთ, სურათი ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის როგორ ფასდება ამ ეტაპისთვის 2016 წლიდან დღემდე, როდესაც შეიქმნა პირველი სტრატეგიის დოკუმენტი. კი ბატონო, ზოგადად ფინანსური განათლების დონე ჩვენთანაც და საუკეთესო პრაქტიკითაც ქვეყნის მასშტაბით კვლევები
დარღვევებით ფასდება. ჩვენ რასაც ვიყენებთ, ეს არის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის OECD-ს ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის, ანუ OECD Infes მეთოდოლოგიას, რომელიც არის დასრულთა ფინანსური განათლების კვლევა. საქართველოს გარდა ტარდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენთან ეს კვლევა პირველად ჩატარდა 2016 წელს, ანუ 18 წლიდან ზემოთ მოსახლეობას შეეხოდა. შესაბამისად, პირველად ამ კვლევამ დაგვანახა რა მდგომარეობა იყო ფინანსური განათლების მიმართულებით ქვეყანაში და ამას მოყვა უკვე პირველი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. კვლევა განმეორებით 2019-2020 წელში ჩატარდა, ეს არის ბოლო კვლევა ამ მიმართულებით და უკვე მიმდინარე წელს, ანუ 2026-ში კიდევ მიმდინარეობს ახალი კვლევა, რაც გვაჩვენებს წინა კვლევებთან შედარებით ზოგადად ქვეყნის ფინანსური განათლების დონის მაჩვენებლებს. თუმცა გარდა ამ ესეთი მასშტაბური კვლევისა, რა თქმა უნდა, პროექტების ჭრილშიც ხდება შეფასება. თუნდაც ის სამოქმედო გეგმა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ისახავს მიზნად გარკვეულ KPI-ს, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგალითად ვითვლით ბენეფიციარების რაოდენობას, ვითვლით შემუშავებული და გაცემული რესურსების რაოდენობას, როდესაც საქმე ეხება სოციალურ ქსელში განხორციელებულ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს, ასევე წვდომების ნახვების და ჩართულობების და გამოხმაურების რაოდენობა მოსახლეობის. ეს ყველაფერი მუდმივად წლიდან წლამდე არის მზარდი. წლიდან წლამდე კეთდება. გარდა ამისა, როდესაც თქვა ტარდება ტრენინგი, ხდება შეფასება ცოდნის დონის ამ ტრენინგის ფარგლებში, ანუ რა ცოდნა იყო ტრენინგამდე პრეპოსტების საშუალებით და რა ცოდნა მისცა, ესე ვთქვათ, ტრენინგმა პოსტკითხვარების საშუალებით. ეს უკვე ლოკალურად თითოეული პროექტის ჭრილში, თუმცა როგორც გითხარით, ზოგადად ფინანსური განათლების ქვეყნის კვლევა ტარდება და 2016 წელს უკვე ახალი კვლევა გვექნება და გვიჩვენებს, როგორ შეიცვალა ფინანსური განათლების დონე. საინტერესოა ფინანსური ინსტიტუტების უკავშირი როგორია, ვისაც უშუალოდ აქვს მომხმარებლებთან ურთიერთობა. წლიდან წლამდე რას ამჩნევენ ისინი, რამდენად არის გაზრდილი ფინანსური განათლების დონე და ცნობიერება საზოგადოებაში? კი ბატონო, ანუ კვლევებსაც და ცალკეულ შეფასებებსაც რო თავი დავანებოთ, ზოგადი დაკვირვებით და ჩვენი ინდივიდუალური შეგრძნებებით და ასევე საფინანსო სექტორიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ შემთხვევაში დაინტერესება ძალიან გაზრდილია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ცნობიერება გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. ჩვენ 2016-ში სტრატეგია შევიმუშავეთ, თუმცა ცალკეული აქტივობები 2016 წლამდე იყო, მაგრამ ეს იყო, ესე ვთქვათ, ამოჭრილად ცალკეული ფრაგმენტული პროექტები. ამიტომ თუ შევადარებთ იმ წლებს, რა თქმა უნდა, მასშტაბი ბევრად გაზრდილია. თუნდაც დაინტერესება ჩვენი პროექტები, ტრენინგებში მონაწილეების რაოდენობა, სხვადასხვა კონკურსების, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის ხორციელებთ ხოლმე პერიოდულად, ამ კონკურსებში ჩართული დაინტერესებული მონაწილეების რაოდენობაც იზრდება და თვითონ საფინანსო სექტორის მხრიდან დაინტერესებაც იზრდება, იმიტომ რომ თუ თქვა წლების წინ ცოტა მეტი ძალისხმევა გჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩაგვერთო თქვა პარტნიორები, თუმცა მაშინაც ერთვებოდნენ და საფინანსო სექტორი განსაკუთრებით. ეხლა კიდევ უფრო გაზრდილია მათგან მხარდამჭერი აქტივობები, ანუ ჩვენთან, რადგან გვაქვს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, გვაქვს სტრატეგიის მართვის კომიტეტი, სადაც ვართ ეროვნული ბანკი, როგორც მაკოორდინირებელი ორგანო, ასევე სხვა საჯარო უწყებები და ფინანსური და სამოქალაქო სექტორიც, ასე რომ პარტნიორებთან ერთად კიდევ უფრო მეტი რამის მიღწევა შეიძლება და მასშტაბების უფრო მეტად ზრდა. ამიტომ ამ მხრივ კომერციული ბანკები აქტიურად არიან ჩართული როგორც დამოუკიდებლად განხორციელებაში, ასევე ეროვნულ ბანკთან ან საერთო აქტივობებში. კი ბატონო, და როგორი არის პრიორიტეტები 2026-ში? 2025 წლის სამოქმედო გეგმის შეფასების მთავარი კრიტერიუმი, როგორც მივხვდი, იყო რეგიონების მოცვა, ხომ ასეა? 2026-ში თუ გრძელდება ეს და ასევე დამატებითი აქცენტები რა მიმართულებით გაქვთ? კი ბატონო, 2026-შიც გაგრძელდება რეგიონები, მაგალითად, შარშანდელი და არა მარტო შარშანდელი, ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი არის მოიწვიე ფინედუ კლასში, რომელიც სკოლებისთვის არის, სკოლა წინასწარ რეგისტრირდება და აქაც შეგვიძლია ვახსენოთ კომერციული სექტორის ჩართულობა, არა მარტო ფინედუს დესპანები, არამედ კომერციული ბანკების თანამშრომლებიც მიდიან ამ კლასებში და ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს. შარშანდელი წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ კიდევ უფრო
უფრო გაიზარდა ამის მასშტაბები, უფრო მეც სკოლაში მივედით. ვაპირებთ, რომ ეს 2026-იც გაგრძელდეს და აქაც გვაქვს ჩვენი პარტნიორების იმედი და გარდა ამისა 2026 წლის მთავარი აქცენტი უკვე იქნება ციფრულ განათლებასა და კიბერუსაფრთხოებაზე. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული განათლების როლი. შესაბამისად, ჩვენს აქტივობებსაც ისე მივმართავთ, რომ ხელი შეუწყოთ ციფრული არხებით გავრცელებასაც, მათ შორის თუნდაც კონკურსებში იყოს გარკვეული ციფრული პროდუქტების შექმნა, ვმუშაობთ თამაშებზეც ონლაინ მიმართულებით და გარდა ამისა, ჩვენი კამპანიებში კიდევ უფრო მეტად გააქტიურდება კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამას ყოველ წელს ვაკეთებდით, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით გაესმევა ხაზი, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ფინანსური თაღლითობის შემთხვევები და მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურად განათლებულმა ადამიანებმა იცოდნენ, როგორ ამოიცნონ ეს შემთხვევები, აირიდონ თავიდან და არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი. ანუ პასუხობთ არსებულ გამოწვევებსაც, რაც არის აქტუალური ჩვენს ყოველდღიურობაში. თინათი, მინდა აუცილებლად გკითხოთ საერთაშორისო რეიტინგებში რა მაჩვენებელი აქვს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ანუ გლობალურ რუკაზე, როგორ ვიკითხებით ფინანსური განათლების დონის მიხედვით, საინტერესოა ასევე რეგიონის ჭრილიც. კი ბატონო, ის ბოლო კვლევა რა ავიღოთ ამ წამს რაც გვაქვს 20-ის მაჩვენებლებით, საქართველოს ფინანსური განათლების ქულა საშუალო, ანუ იმ კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალოზე დაბალია, თუმცა თუ ცალკეული კომპონენტების ჭრილში შევხედავთ, მაგალითად ფინანსური განათლება არის ცოდნის ქცევებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოდნის კომპონენტში მაჩვენებელი გვაქვს საშუალოზე მაღალი, თუმცა შედარებით გვიჭირს ესე ვთქვათ ქცევებსა და დამოკიდებულებებში და ჩვენც ამიტომ ვამბობთ, რომ ფინანსური განათლება უნდა იწყებოდეს ადრეული ასაკიდანვე, ბავშვობიდანვე, იმიტომ რომ ამ ასაკში გაცილებით უფრო მარტივია სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება და ამ დამოკიდებულებებისა და ცოდნის უკვე ქცევებში გადატანა. კი ბატონო, და ბოლოს შეჯამების სახით მაინც მინდა გკითხოთ, რა არის მთავარი გამოწვევა საზოგადოების ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიმართულებით იდენტიფიცირებული, რომ გავაჟღეროთ. კი ბატონო, გამოწვევები რაც შეიძლება ითქვას და ის გაკვეთილები რაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვისწავლეთ, არის ალბათ მაინც მასშტაბები. ჩვენი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია გამოყოფს პრიორიტეტულ მიმართულებებს, ერთ-ერთია მათ შორის სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება, მეორე არის დასრული მოსახლეობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა და აქ უკვე გარდა მოსწავლეებისა, რომელიც ისედაც პრიორიტეტული მიმართულება, ბევრი სხვადასხვა სეგმენტი გვაქვს, მათ შორის დასრული დასაქმებული მოსახლეობა, ქალები, ემიგრანტები, მეწარმეები, სოფლად ცხოვრები მოსახლეობა და ასე შემდეგ. ყველა სეგმენტისთვის გვაქვს გარკვეული პროექტები, ასევე მასალებიც, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტს მივწვდეთ და ამ შემთხვევაში გამოწვევა შეიძლება იყოს მასშტაბი და მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედო იყოს ჩართული ამ ყველაფერში, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა საჯარო უწყებების ჩართულობასაც, ასევე კომერციული ბანკების, მიკრობანკების თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელშეწყობას, რადგან თვითონ მათი მომხმარებელია ესე მნიშვნელოვანი და როდესაც მომხმარებელი არის ფინანსურად განათლებული, ის იღებს უფრო სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, ნაკლებად მოწყვლადია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რისკებისადმი და ფინანსური სექტორისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს გათვითცნობიერებული მომხმარებელი, რომელიც უფრო პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს ნდობასაც აამაღლებს ფინანსური სექტორის მიმართ და თან მომხმარებელს, ანუ ერთი მხარეა, რომ ვთქვათ, ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის უფლებებს, მაგრამ მეორე მხარეა, რომ მათ მივაწოდოთ განათლება და მომხმარებელი თვითონ იყოს ინფორმირებული თავის უფლებებს. თინათი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ვრცელია ჩამონათვალი სამიზნე ჯგუფების, ახალ მიმართულებებს თუ განიხილავთ, უკვე კონკრეტულად თუ იცით, რომელ სეგმენტზე გინდათ გახვიდეთ? ამ ეტაპისთვის ახალი მიმართულებების დამატებას არ ვფიქრობთ, პირიქით ვფიქრობთ, რომ უკვე არსებულ სეგმენტებზე გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ტრენინგები, საინფორმაციო კამპანიები ცნობიერების ამაღლებისთვის, ახალი მასალების თუ რესურსების შემუშავება და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის ციფრულ არხებში გადატანა, რადგან შემდეგი წელი ამაზე გვაქვს აქცენტირებული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო თინათი გუჯაბიძე, ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და ვსაუბრობდით ფინანსური განათლების სტრატეგიაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც არის უმნიშვნელოვანესი და სების ძალისხმევა საქართველოს ეროვნული ბანკის ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი.